ღონისძიება ეძღვნება ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ-კულტურულ და მატერიალური კულტურის ძეგლებს. ინიციატივით მოგმართა ზესტაფონის საქალაქო ბიბლიოთეკამ და მე-9 კლასის მოსწავლეებით გადავწყვიტე, რომ მოგვეძიებია ინფორმაცია ბავშვებმა თვითონ მოიძიეს, პრეზენტაცია თვითონ გააკეთეს და როგორც ხედავთ, ფართო საზოგადოებას დღეს წარუდგენთ ჩვენი რაიონის კულტურული ძეგლების ისტორიას. ყველა სოფელში არის კულტურული ძეგლი, ზოგი ნანგრევების სახით, ზოგი შედარებით უკეთ შემორჩენილი, ზოგი შედარებით დაზიანებული, მაგრამ თითქმის ყველა სოფელში ტრიალებს სიძველის ზონა. შორაპნის ციხე ეს არა მარტო ზესტაფონის, არამედ საქართველოს ერთ-ერთი პირველი მთავარი ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის მიერ აგებული და ძალიან მნიშვნელოვანია. ზესტაფონის საერთოდ არ არსებობდა, როცა შორაპანში ეს ციხე აიღო და შორაპანი საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა და მე ძალიან მიხარია, რომ ბავშვები დაინტერესდნენ ამ თემებით და წამოწიეს წინ ისეთი მატერიალური კულტურის ძეგლების ისტორიაც აღმოაჩინეს და მოიწიეს, რომლებიც ფართო საზოგადოებაში ცნობილი არ იყო და ვნახოთ რა გამოგვივა დღეს. დაემთხვა და ძალიან გამეხარდა და მიხარია საქალაქო ბიბლიოთეკას მოწვეული ყავს ტაბაკინის მონასტრის წინამძღოლი, რომელსაც თავის მხრივ სტუმრად ყოლია გერმანიიდან ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც ამზადებენ ერთსაათიან ფილმს ტაბაკინზე და აი ჩვენც მოვხვდით ამ გადაცემაში. სულ შემთხვევით. დიდი სიხარულით დავთანხმდით ამ ყველაფერს, რადგან მოგვიწევდა ჯგუფური მუშაობა და ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტი იყო. მე პირადად შორაპნის ციხეზე მომეწია მუშაობა. შორაპანში ცხოვრობ კიდეც და მაქვს კიდეც სოფელი და უფრო საინტერესო გახდა ეს ჩემთვის, რადგან უფრო მეტის გაგება შემეძლო. მოვიძიეთ ინტერნეტშიც, ფოტოები ჩემი გადაღებულიც იყო რამოდენიმე ინტერნეტშიც მოვიძიეთ და ეს ერთიანად შევკარით პროექტი და ძალიან საინტერესო გამოვიდა საბოლოო ჯამში.